და მოამბის ეთერში. კახეთში რთველისთვის მზადება დაიწყო. დღეს ხელოვში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, თუმცა მეწარმეები უკვე წინასწარ აანონსებენ, რომ 2015 წელი მევენახეებისთვის შარშანდელთან შედარებით პრობლემური იქნება. მათი ინფორმაციით ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, რის გამოც მოთხოვნა ახალ ყურძენზე ნაკლები იქნება. სირთულეებს ადასტურებს მთავრობაც და გლეხებს პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე გზას თავაზობს. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. 60 წლის ბიჭიკო კოპეშაძე 20 წელზე მეტია ვენახსოვლის. ამბობს, რომ მიუხედავად ბუნებრივი მოვლენებისა წელს შარშანდელზე მეტი მოსავალი ექნება. მისი აზრით შესაბარებელი ყურძნის ფასი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. შრომა უნდა, რამდენი მოყვანა უნდა, რამდენი წამლა უნდა. ამას აი წამლა კიდე უნდა. ლეხი რო ყმაყოფილი დარჩეს ვენაცვალი. თეთრი ყურძენი ლარი მაინც მაიყვიდა, საფერავი ვენაცვალი. საფერავ უფრო ბევრი წვალება უნდა. საფერავს უფრო ბევრი წვალება უნდა და საფერავ ლარნახევარი მაინც აღარ მაიქონდეს. ყურძნის ფასის წინასწარ პროგნოზირებისგან თავს იკავებენ ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც ექსპორტის შემცირებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო წელს შესაბარებელი ყურძნის ფასის კლებას ვარაუდობენ. ღვინის კომპანიებს არ ექნებათ საშუალება შეიძინონ ახალი დამატებითი რაოდენობის ყურძენი მარტივ მიზეზის გამო, იმის გამო, რომ მათ არ აქვს საკმარისი საცდები თავისუფალი. წელს ვფიქრობ, რომ ფასი იქნება თავისუფალი, ანუ ფასს დაადგენს ბაზარი. ანუ მიწოდება მოთხოვნა. თველის ორგანიზებულად ჩატარების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, რთველის წინაშე მდგარ გამოწვევებს მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დაუპირისპირებს. სუბსიდირებას ჩვენ მოვახდენთ წელსაც და გაიცადათ სუბსიდირების მოცულობა იგივე იქნება, რაც იყო გასულ წელს, ანუ მთავრობის მხრიდან იქნება 35 თეთრი რკაწითელზე და კახურმწვანეზე და 15 თეთრი იქნება საფერავზე. თუმცა წელს განსხვავებით გასულ წლისგან ყურძნის საფასურის ბანკისგან უშუალოდ მევენახეები მიიღებენ და მათ ღვინის კომპანიებისთვის ლოდინი აღარ მოუწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ფასს დაარეგულირებს ბაზარი და კერძო სექტორი, რათა იყოს კონკურენტუნარიანი დარგი და არ შეექმნათ პრობლემები არც ერთ მხარეს და ბუნებრივია წელსაც ჩვენი მიზანია არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუβარებელი არ დარჩეს. თველის საკოორდინაციო შტაბი დღეს თელავში გაიხსნა. უწყებათა შორისი შტაბი ყურძნის ჩაბარების პროცესსა და რთველის მიმდინარეობას გააკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა შესაბამის უწყებებს, რომ ჩვენ ვიყოთ ამ კომისიის შემადგენლობაში და ჩვენ უზრუნველყოთ რთველის აბსოლუტურად თითოეული კილოგრამის ჩაბარება და უზრუნველყოფა იმისა, რომ 11 კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუβარებელი. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ შარშანდელთან შედარებით მწარმოებლებმა წელს შესაძლოა ნაკლები ყურძენი გადაამუშაონ. უწყების ინფორმაციით ხელისუფლების ჩართულობის შედეგად ორივე მხარის ინტერესების დაცვა მოხდება. კომპანიების რაოდენობა ალბათ საკმაოდ დიდი იქნება, მაგრამ ნაკლებ ყურძენს გადაამუშავებენ სავარაუდოდ, მოდობენ ესეთია, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი არც ისეთი მაღალია, როგორც წინა წელს იყო და შესაბამისად ნაშთებიც მეტი არის ღვინის კომპანიებში. თუმცა აქტიურად ჩართული ყველანაირ შევეცდებით, რომ არ დარჩეს ხალხთან ყურძენი ჩაუβარებელი არც წელს არ დარჩება. იქნება თუ არა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების საკმარისი რთველის წარმატებულად დასრულებისთვის ეს რამდენიმე კვირაში ვენახებში ყურძნის დამწიფების შემდეგ გახდება ცნობილი.